მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგხდეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი ენფილდის დატოვებასთან ახლოსაა. იტალიური და ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, 23 წლის ბრაზილიელს მოლაპარაკებები იუვენტუსთან აქვს და ბებერ ქალვატონთან კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება სცადო. თაგსპორტის ჟურნალისტმა ალექსმა წითლების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია გაავრცელა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობები მოგვაწოდა. კრუკის მიხედვით ალისონის წასვლის შემთხვევაში მერსისაიდელები პირველი მეკარის სტატუსს გიორგი მამარდაშვილს მიანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა ალისონის შემცვლელის შესაძლებლად მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა, მამარდაშვილი კვლავ განიხილება კლუბის გრძელვადიან მთავარ მეკარედ. წერს კრუკი. შეგახსენებთ, რომ წარსულში ლივერპულს რამდენიმე გოლკიპერი დაუკავშირებს. თუმცა დაწერა, რომ მერსისაიდელთა მთავარი სამიზნე პორტუს ფეხბურთელი დიეგო კოშტა გახლავთ, რომლის გამოსასყიდით ახაც 52 მილიონი გირვანკა სტერლინგია. კოშტას გარდა ენფილდზე კიდევ 3 ვარიანტს განიხილავდნენ: ბარტ ვემბურგს, რობიან რობს და ჯეიმ ტრაფორდს. ლეგენდა, ლიდერი მაგალითი ბრატისლავის სლოვანი გურამ კაშიას ემშვიდობება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, სლოვანში კაშიას 5 წლიანი კარიერა დასასრულს უახლოვდება. თუმცა ის წვლილი, რომელიც გურამმა სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წარმატებაში შეიტანა, ფასდაუდებელია. თითქმის 200 მატჩი ძირითადში, 5 ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია, კონფერენც ლიგის მერვე ფინალში გასვლა და სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში 3-ჯერ მოხვედრა. გარდა ამისა, გურამი შესანიშნავი პროფესიონალი, სამაგალითო კაპიტანი და ლიდერია. წერს სლოვანის ვებგვერდი. გარდა ვებგვერდისა, გურამის წასვლას კლუბის დირექტორის გამოეხმაურა. პირველ რიგში კაშია დიდ მადლობას იმსახურებს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა სლოვანისთვის როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გურამი პროფესიონალიზმის სიმბოლოა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის 5 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ნაწილი იყო. სამწუხაროა, რომ შაბას ეს ისტორია დასრულდება. გურამმა იგრძნო, რომ წასვლის დრო დადგა. მას ყოველთვის სიხარულით შევხვდებით. ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება. კაშია სლოვანის თანამედროვე ისტორიის ნაწილია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ასევე ბრატისლავური კლუბის ვებგვერდმა გურამ კაშიას კომენტარის გამოაქვეყნა. ეს ფანტასტიკური თავგადასავალი იყო. როცა აქ ჩამოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზედიზედ 5-ჯერ გავხდებოდი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი. გასული 5 წელი ჩემთვის წარმატებებთან და გამარჯვებებთან ასოცირდება. სლოვანში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო და ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივახციეთ. კლუბი ბოლო 5 წელიწადში ძალიან გაძლიერდა. მიხარია, რომ ამაში წვლილი მეც მიმიწვის. მადლობა გულშემატკივრებს, მენეჯმენტს, თანაგუნდელებს. ერთად ისტორია დავწერეთ და მშვიდობების დრო დადგა. მაგრამ ამაყად მივდივარ, იმიტომ რომ საქმე გაკეთებულად მიმაჩნია. შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ივნისში სანაკრებო კარიერას დაასრულებს. 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კაშია ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობება. ლიგა 1-ის 33 ტურში პესაჟე სტუმრად ლანს დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. რის შემდეგაც ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ისტორიაში რიგით მე-14 ჩემპიონობის განფორმებელი გოლებიდან პირველების ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც 39 წუთზე უსმან დემბელეს ჩაჭრისა და პასის შემდეგ 1-1-ზე იდეალურად დაარტყა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ჯამში კვარამ 72 წუთი ითამაშა და მის ნაცვალ შეხვედრაში გონსალუ რამოსი ჩაერთო. ისევე როგორც მთლიანად პესაჟეს, კვარაცხელიასაც მომენტებით დახუნძრული მატჩი არ ჰქონია. ლუის ენრიკემ ძალების დაზოგვითა და ყველანაირი რისკის გარეშე გეგმა შეასრულა და მთავარ კონკურენტს მისავე მოედანზე მოუყო. შეხვედრაში წერტილი 94 წუთზე 18 წლის იბრაჰიმ ბაიემ დასვა. ლუის ენრიკემ კი მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა. ლანსმა თავისი საქმე გააკეთა. ძალიან რთული თამაში იყო. გვეგონა ჩემპიონთა ლიგის მატჩს თამაშობდით. ატმოსფეროთი ვისიამონეთ. ლანსი მეც იმსახურებდა. ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ დღეს საფონომმა წარმოუდგენლად ითამაშა. ჩვენ ძალიან მაღალი დონის მატჩი ვიხილეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი.
და უნდა განსაზღვროთ თუ რამდენი წუთი უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმა. ეჭვგარეშე ალანსმა საქმე კარგად შეასრულა და ძალიან რთული იყო. ეს უფრო მარტივია ვიდრე უბრალოდ ის სამი ქულა რაც აქ მოვიპოვეთ. ადვილი არ არის ასეთი ტემპის მატჩის თამაში ასეთ ატმოსფეროში. ვცდილობდით ისე განწყობილიყავით, რომ თითქოს ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იყო. მეტოქე უდაოდ მეც იმსახურებდა. ძალიან მაღალი დონის მატჩი იყო. მწვრთნელი ასეთი რაღაცეებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს. თუმცა რიგ მომენტებში ჩვენ ვერაფერს ვსვლით და ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ლიგის დასასრულებლად კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა. გარდა ენრიკეს შეხვედრის შემდეგ ხვიჩას თამაშზე უცხოური პრესაც აქტიურად წერს. მბაპარიზენი წინვალე საფონოვი და დაუნდობელი გვარა. ხვიჩა, რომელიც წინა შეხვედრებთან შედარებით ისეთივე აქტიურად არ გამოიყურებოდა, საკუთარი უმაღლესი კლასის დემონსტრირება იმ ერთადერთ მომენტში შეძლო, რომელიც გოლის გასატანად შეექმნა. სიმბოლურია, რომ საჩემპიონო მატჩი პარი სენ-ჟერმენი იმ ფეხბურთელებმა დააწინაურა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ამ გუნდში უდაოდ გამორჩეულია. ლექვიპე ლანსის ფეხბურთელებმა შესვენებამდე პარი სენ-ჟერმენის კარის აღება 14 ჯერ სცადეს. თუმცა ლოგიკურ გვირგვინებამდე დააკლდათ ის საშემსრულებლო ოსტატობა, რომელიც სტუმართა შემტევებმა გამოავლინეს. მასპინძლებს დაშვებული შეცდომა დემბელე კვარას დუეტმა არაფადია და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ქართველი მეკარის წინააღმდეგ სივსისხლიანად გაისარჯა. პარიზიკომი ნაკლები დამაჯერებლობით ჩატარებული საწყისი 28 წუთის შემდეგ ხვიჩამ უსმან დემბელეს პასის შემდეგ მასპინძელთა მცველს ორთაბრძოლა მოუგო და ანგარიში გახსნა. მისმა გატანილმა ბურთმა თამაში გააცოცხლა. ამის შემდეგ კვარას უკეთ ათამაშდა და თანაგუნდელებთანაც გაცილებით კარგად კომბინირებდა. ქართველის გადამწყვეტმა დარტყმამ და გამარჯვებამ ჩემპიონობა უზრუნველყო. პარიზენ ფორ გოლი და რამდენიმე მომენტში ჩვეული აქტიურობა. თუმცა ჩვენ ამჯერად არ ქონდა იმის ფუფუნება, რომ მოედანზე ისეთი დიდებული კვარაცხელი გაგვეხილა, როგორცაც მან უკანასკნელ მატჩებში ასპარეზობით მიგვაჩვია. მაიქს ფუთი პირველი ტაიმის დასაწყისში შეუმჩნეველი იყო, თუმცა როდესაც პარი სენ-ჟერმენს მატჩზე კონტროლის დამყარება ყველაზე მეტად უჭირდა, გოლის გატანის მინიმალური შანსის გამოიყენა და უსმან დემბელეს პასი დიდო სტატურად გამოიყენა. ეს იყო ეპიზოდი, რომლის სათანადოდ რეალიზებაც სტუმრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდათ და ეს რთული მისია საკუთარ თავზე ხვიჩამა იყო. ცნობისთვის ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მერვე ბურთი გაიტანა. ყველა ტურნირზე კი PSG-ს ქართველი შემტევის ანგარიშზე 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა სევილიას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. გულშემატკივრებმა შესანიშნავი მომენტები დახუნძლული მატჩი ეხილეს. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული გიორგი მიქაუტაძე იყო. ანგარიში მე-13 წუთზე ხერარდ მორენომ გახსნა, რომელსაც საგოლე პასი მიქაუტაძემ მისცა. ზუსტად 7 წუთში სხვაობა ორამდე ქართულმა თავდასხმელმა გაზარდა, მაგრამ ვილიარეალის სიხარული საკმაოდ ცოტა ხანი გაგრძელდა. 36 წუთზე ოსომ ერთი ბურთი გაგვიდა, ხოლო საჯისმიერ კომპენსირებულ დროში სალას მაწონასწორობა აღიდგინა და პირველი ტაიმი ფრედ 2-2 დასრულდა. მეორე ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრძოლა ვიხილეთ. მარსელინიომ ჟორჟი 71 წუთზე გაიყვანა და ზუსტად 2 წუთში ადამსმა სევილიასთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მატჩის შემდგომ ვილიარეალის თავკაცმა მარსელინიომ პრესასთან ისაუბრა და განვლილი 90 წუთი შეაფასა. ფული ასახსნელი არ მოხდა. მატჩი არაჩვეულებრივად დაუწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში რაღაც მოიშალა. მოდუნდით და მეტოქეს ბურთი დაუთმეთ. სევილიელებმა გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. თუ მთელი მატჩი ვითამაშებდით ისე როგორც საწყისი 20 წუთში ვითამაშეთ, მოვიგებდით. თუმცა ვიასპარეზეთ ისე როგორც ბოლო 20 წუთში და ამიტომაც დავმარცხდით. მეტოქის თამაშზე დადებითად იმანაც იმოქმედა, რომ ისინი უზომოდ მოტივირებულნი იყვნენ და ამან 3 ქულით ლა ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინახდა. ცნობისთვის სევილიასთან თამაშის გარდა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ლა ლიგაში გოლს პლუს ასისტი კიდევ 3 შეხვედრაში. ელჩე ვილიარეალში, ვილიარეალი ესპანიოლში და ვილიარეალი სოსიედადში მიითვალა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.